გამარჯობა, ეს MMA Journalized YouTube-ის მესამე ეპიზოდია. მე ისევ მერაბთან და ილიასთან ერთად ვარ. მოგიყვებით გასული 2 დღის ცხელ ამბებს და დავიწყოთ. პიოტრ იანმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია. იანმა ნურმაგომედოვი 5 რაუნდიან ბრძოლაში მოიპატიჟა და ნამდვილ ჩეხვას შეპირდა. უმარიც მალევე დათანხმდა ბრძოლას. ეს ბრძოლა წესით აბუ-დაბიში ოქტომბერში გაიმართება. გაუქმდა მოვსარ ევლოევის და არონ პიკოს ბრძოლა. ჩვენი ინფორმაციით, არონ პიკომ და მისმა მენეჯერმა ბრძოლის თარიღის გადაწევა მოიდომეს. ამით ჩემი აზრით მოვსარ ევლოევმა ისარგებლა და ბრძოლა საერთოდ გამოეთიშა. ევლოევი დაელოდება ალექს ვოლკანოვსკის და დიეგო ლოპეს შორის გამარჯვებას და შემდეგ იბრძოლებს რომელიმესთან ტიტულზე. ამბობს, რომ მას მოვსარ ევლოევთან უნდა ებრძოლა. შესაბამისად, რახან მოვსარ ევლოევთან ბრძოლა აღარ გამოდის, მას მის ყოფილ მოწინააღმდეგე ალჯემინ სტერლინგთან უნდა ბრძოლა, ან ბრაიან ორტეგასთან. ლერონ მერფის გამოხმაურება მისი სუსტი პერფორმანსის შემდეგ. მან ატვირთა ფოტო, რომელშიც ჯოშ ემეტმა ბრაის მიჩელი დაანოკაუტა და დააწერა: "გინდოდათ რომ ეს მე ვყოფილიყავი? კი, ლერონ, გვინდოდა. კი, გვინდოდა. კორი სენთეგენი და OnlyFans-ი. კორი სენთეგენმა OnlyFans-ზე $2 მილიონი იშოვა." ის ამბობს, რომ ეს დიდი ალბათობით ფიგურედოა. რაღაც უცნაურობებს მაკეთებინებსო და ხანდახან უკანალის ფოტოებს მაგზავნინებსო. შემდეგ ნიუსში მერაბ დვალიშვილი usამძიმრებს შონ ომალის. მერაბი ამბობს, რომ მან ომალის ჯერ ქურთუკი წაართვა, შემდეგ ქამარი და შემდეგ ფანები. ამიტომაც usამძიმრებს მას. ბენელ დარიუში მაურისიო რუფის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, UFC-ს ეს ბრძოლა ძალიან მოსწონს. ახლა მხოლოდ ის დარჩა, რომ ბენელ დარიუში დათანხმდეს ამ ბრძოლას. ილია თოფურია უშვებს ფაქტს, რომ შეიძლება არმან ცარუკიანთან იბრძოლოს. თუ ისლამ მახაჩევი ავაზე და წონაში და ქამარს ვაკანტურს გახდის, მისი და არმან ცარუკიანის ბრძოლა ტიტულისთვის შეიძლება სავსებით რეალური იყოს. კიდევ ერთ ნიუსი მაურისიო რუფის შესახებ. რუფიმ დაწერა, რომ როდესაც მისი და ისლამ მახაჩევის ბრძოლა შედგება, სურს რომ ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი მის კუთხეში იდგეს. მერაბ დვალიშვილის კრიტიკა ისლამ მახაჩევს. UFC 311-ის პრესკონფერენციაზე ისლამ მახაჩევმა უთხრა მერაბ დვალიშვილს, როდესაც დივიზიონში ყავს ნამდვილი პრეტენდენტი, მასთან უნდა იბრძოლოო. მერაბ დვალიშვილმა კი არიელ ჰელვანისთან ჩატარებულ ინტერვიუში მას ასე უპასუხა: "მას ყავს ილია თოფურია, რატომ არ ბრძოლობს მასთან?" მას ისე არავინ არ აკრიტიკებს, როგორც მე მაკრიტიკებდნენ, თქვა მერაბ დვალიშვილმა. 20 წლის წინ 9 აპრილს სტეფან ბონარსა და ფორესტ გრიფინის შორის დაპირისპირებამ UFC გადაარჩინა. UFC იყო ერთნაბიჯი ბანკროტობისგან. მათი ბიუჯეტი -35 მილიონი იყო. ბრძოლა 93 კილოგრამ კატეგორიაში გაიმართა და ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა ატყდა. დანა ვაითმა მოგვიანებით თქვა: "ეს ბრძოლა UFC-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მან გადაგვარჩინა ჩვენ ბანკროტობისგან, გადაარჩინა UFC და გადაარჩინა მთლიანად MMA." GFL ტურნირი გაუქმდა. GFL-მა გააუქმა ორივე ღონისძიება, რომელიც 24 და 25 მაისს ლოს-ანჯელესში უნდა გამართულიყო. ორგანიზაციის ბედი ეჭვის ქვეშ არის და დამფუძნებელი კი არ გამოდის კონტაქტს. იან სილვა ბრაის მიჩელის წინააღმდეგ. იან სილვა, ანუ ლორდი, სოციალურ ქსელში წერს: "ბრაის მიჩელს ტვინს დაუზიანებ და ნაადრევად გავიყვან პენსიაზე." პედი პიმბლეტს მის ბრძოლაში საუკეთესო რეფერი სურს. პედი პიმბლეტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სურს მის ბრძოლაში საუკეთესო რეფერი მიიღოს მონაწილეობა. მისი აზრით ეს უნდა იყოს ან ჯეისონ ჰერცოგი, ან მარკ გოდარდი. მან ასევე მაიკლ ჩენდლერზე თქვა: "იგი ოქტაგონს გარეთ უკეთილშობილესი ადამიანია. ოქტაგონს შიგნით კი ნამდვილი არის." ეს მესამე ეპიზოდის დასასრული იყო. იმედია მზად ხართ UFC 314-ისთვის. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.